მოგესალმებით, ეს საჭირო პოდკასტია, მე ვარ მარიამ ლომთაძე. მე კიდევ დათუნა პაპუაშვილი. ჩვენ ვართ ბავშვები ართოლიდან. დღეს ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პრობლემაზე, რომელიც გვესმის სკოლაში, ეზოში, მეგობრებთან და თანატოლებში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ დიაბეტზე ბავშვებში და ჩვენი სტუმარია თამთა კაპარაძე. მოგესალმებით, თამთა, მადლობა რომ გვესტუმრეთ და დავიწყოთ განმარტების. თუ რა არის დიაბეტი და რა ხდება ამ დროს ადამიანის ორგანიზმში? მოგესალმებით, ბავშვებო, მარიამ, დათუნა, ძალიან მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს და რაც შეეხება ტიპი 1 დიაბეტს, ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ვითარდება აუტოანტისხეულების გამომუშავებით ჩვენს ორგანიზმში და ეს აუტოანტისხეულები აზიანებენ მნიშვნელოვან ენდოკრინულ ორგანოს, პანკრეასს, რომელიც გამომუშავებს ინსულინს. და შესაბამისად ინსულინის დეფიციტის შედეგად ვითარდება დიაბეტი. აუტოიმუნური იქედან გამომდინარე, რომ ანტისხეულები ჩვენს ორგანიზმში მუდმივად არის და მათი ფუნქციაა, რომ რაც შეიძლება უცხო სხეული, რომელიც მოხდება ჩვენს ორგანიზმში, გაუნებელყოს და მაქსიმალურად გააძევოს ორგანიზმიდან და აუტოიმიტო ქვია, რომ აუხსნელი მიზეზების გამო ეს ანტისხეულები იცვლიან ბუნებას და საკუთარ უჯრედებს კერძოდ პანკრეასის ბეტა უჯრედებს უტევენ და ანადგურებენ მიზანმიმართულად. შესაბამისად, ინსულინის დეფიციტი ვითარდება და როდესაც ინსულინი ორგანიზმში აღარ გვაქვს, სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი იწევს. როგორ შეიძლება მიხვდეს ადამიანი, რომ ექიმთან სჭირდება მისვლა? რა სიმპტომები აქვს დიაბეტს? კი ბატონო, ტიპი 1 დიაბეტისთვის დამახასიათებელი ყველაზე ხშირი სიმპტომებია გახშირებული წყურვილის შეგრძნება, ხშირი შარდვა, აუხსნელი წონაში კლება და მათ შორის ღამის ენურეზი, როდესაც ბავშვი, რომელიც აქამდე იყო მუდმივად მშრალი, იწყება ეს პრობლემები ღამის განმავლობაში. თუ ვინმე გაიგო რომ დიაბეტი აქვს, რა უნდა გააკეთოს პირველად? პირველ რიგში თუ ადამიანს ეჭვი გაუჩნდება, რომ აქვს დიაბეტი, ანუ სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი არის მომატებული, აუცილებელია რომ მიმართოს თავდაპირველად ალბათ შესაძლებელია პედიატრს თუ არ იცის ვისი პრეროგატივაა და თუ იცის, რა თქმა უნდა, უმჯობესია პირდაპირ ბავშვთა ენდოკრინოლოგთან მიბრძანდეს. ჩემ მეგობარს აქვს პირველი ტიპის დიაბეტი და მას, როგორც თქვენ თქვით, დაიწყო პირის გამოშრობა, ბევრ წყალს სვამდა, შარდვა მუდმივი და ამის შემდეგ მივიდნენ შესამოწმებლად და ანალიზებმა აჩვენა, რომ პირველი ტიპის დიაბეტი აქვს და ეს იყო. და შენთან როგორ მოვიდა ეს ინფორმაცია, მეგობრებს როგორ გითხრათ ამის შესახებ? საინტერესო იქნება ალბათ. ერთ დღეს ვართ მეგობრები ეს მაღაზიაში და უბრალოდ შემოდის ზარი და მირეკავს ჩემი მეგობარი და უბრალოდ მეუბნება რომ დიაბეტი მაქვს ესე და არ ვიცი რამდენად შოკში ჩავარდი მაგ დროს. როდესაც უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ კლასში დაბრუნდა, სკოლაში მოვიდა, ბავშვები ძალიან ჩვეულებრივად შეეგებნენ, გაუხარდათ მისი მოსვლა და ჩვეულებრივად აი მართლა ბავშვებისთვის არ უთქვამს ეს მე მითხრა და მე მთხოვა რომ ანუ ბავშვებისთვის მე მეთქვა რომ არანაირად არ მაგძნობინოთ თავი ისე რომ აი რაღაცა დაავადება მჭირს და არ მინდა რომ ისე მიმიღოთ რომ ვითომს არაფერი და ანუ მინდა ისე მიმიღოთ ვითომს არაფერი რომ ანუ როგორც ადრე ვიყავი ზუსტად იგივე ვარ უბრალოდ რაღაცა ძალიან პატარა დაავადება არის და არ მინდა რომ რაიმე ის იყოს რა ჩემ მიმართ იყოს რაიმე განსხვავებული. ძალიან სწორი მიდგომაა, იმიტომ რომ ტიპი 1 დიაბეტი არის ქრონიკული მდგომარეობა, უბრალოდ განსხვავებული ცხოვრების სტილი. თორე თქვენს მეგობარს ისევე შეუძლია ყველაფრის გაკეთება, როგორც თქვენ, ისევ ის მეგობარია, რომელსაც წლების წინ იცნობდი ტიპი 1 დიაბეტის გარეშე და ისევ ის მიზნები აქვს, რაც აქამდე ქონდა და დარწმუნებული ვარ მიაღწევს ყველაფერს. თქვენ ახსენეთ, რომ არსებობს ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტი და რო განმარტოთ რა განსხვავებაა მაგ ორ შორის? კი ბატონო, ტიპი 1 დიაბეტი, როგორც უკვე ვახსენეთ, არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება პანკრეასის უჯრედები, ვითარდება ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი, ანუ ორგანიზმში აღარ გვაქვს ინსულინი, რის შედეგადაც საბოლოოდ სისხლში გლუკოზა იწევს.
გლუკოზის მაჩვენებელი. რაც შეეხება ტიპი 2 დიაბეტი, ეს არ არის აუტოიმუნური მდგომარეობა და ხშირ შემთხვევაში ეს დამოკიდებულია ცხოვრების სტილთან, ასოცირებულია ჭარბწონასთან, იშვიათად გვხვდება ბავშვთა ასაკში, თუმცა ბოლო პერიოდში მოიმატა ამ მაჩვენებელმა და ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში ინსულინის დეფიციტი არ ვითარდება ინსულინის მიმართ რეზისტენტობა. ანუ ვეღარ ასრულებს ინსულინი იმ ფუნქციას, რაც უნდა შეასრულოს და როდესაც მეორე ტიპის დიაბეტი დგება, ამ დროსაც სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებულია. უბრალოდ მექანიზმი არის განსხვავებული. შაქრის დონეზე მოქმედებს თუ არა არასწორი ძილი და ნერვიულობა? მოქმედებს, მათ შორის ნერვიულობას ალბათ სტრესს გულისხმობთ და სტრესის დროს ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება ესეთი არაჩვეულებრივი ჰორმონი, რომელსაც ქვია კორტიზოლი და მისი ფუნქციაა, რომ მაქსიმალურად მედეგები ვიყოთ ნებისმიერი სტრესის მიმართ. და ინსულინისაგან განსხვავებით, კორტიზოლს ახასიათებს სისხლში გლუკოზის დონის მაჩვენებლის მატება. შესაბამისად, ნებისმიერმა სტრესმა, მათ შორის უძილობამ, არასწორი ცხოვრების რეჟიმმა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გავლენა მოახდინოს გლუკოზის მაჩვენებელზე სისხლში, განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ ტიპი 1 დიაბეტით პაციენტებზე. დიაბეტის დროს ტკბილეულის სრულად ამოღება საჭიროა? თუ ვსაუბრობთ ტიპი 1 დიაბეტზე, უდიდესი მითია, რაც კი ოდესმე მომისმენია, რომ ტიპი 1 დიაბეტით პაციენტებს აქვთ აკრძალული ნებისმიერი სახის ტკბილეულის მიღება. რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი. არ აქვთ არანაირი კვებითი შეზღუდვა, მათ შეუძლიათ იკვებონ ყველა იმ საკვებით, რაც ჯანსაღია, რა თქმა უნდა. უბრალოდ უნდა იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცენ ამა თუ იმ საკვების მიღებისას, რა დოზის ინსულინი გაიკეთონ, ფიზიკურად უნდა დაიტვირთონ თუ არა ამ საკვების მიღების შემდეგ და ასე შემდეგ. პატარ-პატარა დეტალები აქვთ გასათვალისწინებელი. კვებითი შეზღუდვა, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ. თქვენ ახსენეთ დიაბეტის დროს, განსაკუთრებით ტიპი 2 დიაბეტის დროს წარბჭონიანობა ხშირია და როგორ უნდა აკონტროლოს ბავშვმა ამ დროს ან მოზარდმა წონა? ჭარბი წვენის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების სტილს. რა ცხოვრების სტილით ცხოვრობს ადამიანი? ეს მოიცავს როგორც სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას, მოიცავს სწორი ფიზიკურ დატვირთვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ზოგადი ჯანმრთელობისთვის, ასევე წონის მონიტორინგისთვის და მათ შორის არის მესამე კომპონენტი, სწორი და სრულფასოვანი ძილი. აი ამ სამი პუნქტის გათვალისწინებით ჭარბწონასთან ბრძოლა ნამდვილად შესაძლებელია. რა თქმა უნდა, იქ არსებობს რაღაც პატარ-პატარა დეტალები, რომელიც ექიმთან ერთად უნდა გაიაროს ადამიანმა ჭარბი წონით, თუმცა შესაძლებელია ნამდვილად მასთან ბრძოლა განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. ტიპი 1 დიაბეტის მართვის დროს რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად? ტიპი 1 დიაბეტის მართვა არის აბსოლუტურად ინდივიდუალური. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველა ადამიანისთვის, ვისაც ტიპი 1 დიაბეტი აქვს, მიდგომა არის განსხვავებული. რა თქმა უნდა, ძირითადი პრინციპები რჩება მსგავსი, თუმცა ყველაზე დიდი შეცდომა არის ალბათ ის, რომ აი სხვისი რეკომენდაციების გათვალისწინებას იწყებენ პაციენტები, არ მიყვებიან თვითმართვის პრინციპებს, რაც ყველაზე ხშირი და ყველაზე აუცილებელი არის ტიპი 1 დიაბეტის სწორი მართვისთვის და ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა არის ალბათ ის, რომ პაციენტებს ხშირად ეშინიათ ჰიპოგლიკემიის, ანუ დაბალი შაქრის მაჩვენებლის და როგორც კი თუნდაც ნორმის მაჩვენებელშია, თუმცა უახლოვდება ქვედაზღვარს გლუკოზა, მაშინვე იწყებენ დამატებითი ნახშირწყლების მიღებას, რომ როგორღაც სისხლში გლუკოზა მაიწიოს, რაც მერე საბოლოოდ იწვევს იმას, რომ ხშირად აქვთ ძალიან მაღალი მაჩვენებელი შაქრის. დღეს ბევრი ახალი წამალი და მკურნალობის მეთოდი არსებობს და შესაძლებელია თუ არა, რომ დიაბეტი სრულად განიკურნოს? მოდი შევთანხმდეთ ერთ ფაქტორზე, რომ ტიპი 1 დიაბეტი განვითარების იმ ეტაპზე, სადაც ახლა ჩვენი მედიცინა, მსოფლიოს მედიცინა იმყოფება, არის ქრონიკული დაავადება. ანუ არ ინკურნება ამ ეტაპზე. თუმცა არის აბსოლუტურად მართვადი და ეს მართვა კიდევ უფრო მეტად გაადვილა და გაუმჯობესა თანამედროვე ტექნოლოგიებმა, მათ შორის არის გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა, ეგრეთ წოდებული სენსორი, რომელიც მაგრდება მხარზე და მუდმივად ყოველ 5 წუთში ზომავს სისხლში გლუკოზის მაჩვენებელს. ასევე არის ხელოვნური პანკრეასი, ეგრეთ წოდებული ინსულინის ტუმბო, რომელსაც ფაქტობრივად შეუძლია რომ
ყველანაირად უზრუნველყოს ტიპი 1 დიაბეტით პაციენტი, თუმცა რა თქმა უნდა თანამედროვე კვლევები საკმაოდ იმედის მომცემია. ჯერ რაიმე განცხადების გაკეთება იმასთან დაკავშირებით იქნება თუ არა განკურნებადი, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება ჩემი მხრიდან ამის გაჟღერება, თუმცა დიდ იმედს ვივიტოვებ, რომ მეც შევძლებ ერთხელაც ჩემი პაციენტებისთვის იმის თქმას, რომ გილოცავთ ტიპი 1 დიაბეტი განკურნებადია. როგორ იცვლება მოზარდისთვის ყოველდღიური ცხოვრება თუ მას აღმოაჩნდა ინსულინ დამოკიდებული დიაბეტი? კი, ნამდვილად იცვლება ყოველდღიურობა ტიპი 1 დიაბეტით პაციენტებისთვის, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ მათ უფრო მეტად ჭირდებათ მუდმივი მონიტორინგი საკუთარი მდგომარეობის, მათ შორის სისხლში გლუკოზის მაჩვენებლის, ჭირდებათ ყოველი კვების წინ ინსულინის ინექცია, შემდეგ კვებიდან 2 საათში ნახვა გლუკოზის მაჩვენებელი ჩადგა თუ არა ნორმაში და თუ ნორმაში არ იქნება დამატებითი ინსულინის გაკეთება, ასევე ჭირდებათ მონიტორინგი და გათვალისწინება იმისა თუ რას აპირებენ კვების შემდეგ ფიზიკურად უნდა დაიტვირთონ თუ არ უნდა დაიტვირთონ, საკმაოდ ბევრი რამის გათვალისწინება უწევთ. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, თანამედროვე ტექნოლოგიებმა, მათ შორის ინსულინის ტუმბომ, ეს ყველაფერი გაადვილა, ვინაიდან პაციენტების მოვალებას შეადგენს მხოლოდ ნახშირწყლების დათვლა, ანუ იმ საკვებში შემავალი შაქრის დათვლა, რაც უნდა მიიღოს პაციენტმა და შემდეგ უკვე ავტომატურად ტუმბო იწყებს ფიქრს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და უკეთებს შესაბამისი რაოდენობის ინსულინს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც პაციენტს თვითმართვის დროს სჭირდება, როცა არ აქვს ინსულინის ტუმბო. მე მყავს მეგობარი, რომელსაც აქვს ტიპი 1 დიაბეტი და თავიდან ძალიან უჭირდა შაქრის კონტროლი, ძილის კონტროლიც, რადგან ახლა მაგისთვის ახალი იყო და არ იყო შეგუებული, მაგრამ ნელ-ნელა მიეჩვია და ძალიან კარგი, რომ ნელ-ნელა მოახდინა საკუთარი მდგომარეობის მართვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითმართვის პრინციპები სწორად იცოდეს პაციენტმა, როდესაც ტიპი 1 დიაბეტზე ვსაუბრობთ. მათ შორის სხვათა შორის, როდესაც პაციენტს პირველად უდგინდება ტიპი 1 დიაბეტი, მკურნალობას ყოველთვის იწყებს კლინიკაში, სადაც ასევე უტარდება დიაბეტური სკოლა. ანუ სწავლობს ყველაფერს, როგორ უნდა მართოს ის მდგომარეობა, როგორ უნდა გაიკეთოს ინსულინის ინექციები, როგორ დაითვალოს ნახშირწყლები. ამას რა თქმა უნდა გადის მშობელთან ერთად. მაგრამ მე ყოველთვის მახარებს ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვები უფრო სწრაფად ითვისებენ ამ ყველაფერს არაჩვეულებრივი რესურსის წყარობით, რომელიც მათ ნამდვილად აქვთ და მშობელზე უკეთესად ართმევენ ამ ყველაფერს თავს და მე ხშირად მეუბნები ხოლმე, რომ აი შვიდად გწერთ, იმიტომ რომ ბავშვმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი საკუთარი ჯანმრთელობის და მდგომარეობის შესახებ. ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, მე როდესაც ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი, აი სულ ყოველთვის თავისით ანუ ყველაფერს თავისით აკეთებს, რაც იცის და ვატყობ ყოველთვის ყველაფერი მაგისგან ვისწავლე, რაც ახლა ვიცი და სულ ვატყობ, რომ ანუ ნელ-ნელა როცა უფრო ეჩვევა ამ ყველაფერს, უფრო მეც სწავლობს და მეც ვცდილობ ყველანაირად, რომ იმიტომ ვისწავლო, რომ მას ხელი შეუწყო, რომ აი რამე დასჭირდეს და აი მაგ შემთხვევაში ყველაფერი ვიცოდე, რომ აი ხელი შეუწყო ყველანაირად, რომ რაიმე არ მოხდეს სულოდ. ეს არის ნამდვილი მეგობრობა. უანგარო მხარდაჭერა. ჩემ მეგობარს, რომელსაც ტიპი 1 დიაბეტი აქვს, ბავშვობიდან უნდოდა რომ სპორტსმენი ყოფილიყო და შეუძლია თუ არა დიაბეტის მქონე მოზარდს პროფესიონალური სპორტით დაკავება? რა თქმა უნდა შეუძლია და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ყველაზე პირველი, ვინც მახსენდება, ეს არის ამერიკელი სპორტსმენი გარი ჰილი, რომელიც არაერთ გზის ჩემპიონი გახდა, მსოფლიო ჩემპიონი და ასეთი ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს არა მარტო სპორტში, არამედ კინემატოგრაფიაში, მუსიკალურ ინდუსტრიაში და ეს საკმაოდ დიდ მოტივაციას წარმოადგენს ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ტიპი 1 დიაბეტით, რომელსაც თითქოს გონიათ, რომ აი რაღაც დასრულდა ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ. თუმცა რეალურად მათთვის არაფერი არ სრულდება, უბრალოდ იწყებენ განსხვავებული სტილით ცხოვრებას, განსხვავებული წესებით ცხოვრებას და შეუძლიათ გააკეთონ და მიაღწიონ ყველაფერს იმას, რაც აქამდე უნდოდათ.
მშობლებმა როგორ შეიძლება აუხსნას ბავშვს დიაგნოზი ის რომ ბავშვს არ შეეშინდეს. და თქვენი გამოცდილებით ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ მშობლები? შეცდომას ნამდვილად ვერ დავარქმევ. იქიდან გამომდინარე, რომ მშობელს ეუბნები, რომ შენ შვილს აქვს ქრონიკული დაავადება, ტიპი 1 დიაბეტი. ეს არ არის ადვილად მისაღები, ემოციური თვალსაზრისით მათ შორის და პირველ 2-3 დღეს დიაგნოზის დასმიდან ყოველთვის ვაძლევ პაციენტის მშობელს, რომ მაქსიმალურად რაღაცნაირად მოახერხოს ამ დიაგნოზის მიტანა საკუთარ თავთან, ემოციურადაც დაიცალოს, თუნდაც იტიროს, ან სხვა სახით გამოხატოს ეს ყველაფერი და ამის შემდეგ უკვე ვეუბნები, რომ აი ახლა მთავარია შენ როგორ მიიღებ ამ ყველაფერს და როგორ მიიტან ამას პაციენტამდე. შვილამდე. ამიტომაც შეცდომას ნაკლებად დავარქმევ. ემოციური თვალსაზრისით ხშირად არის ხოლმე, რომ ჩვეულებრივ ადამიანებიც ვუშვებთ რაღაც გარკვეულ შეცდომებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაკლებად დავარქმევდი ამ ყველაფერს. ეს უფრო არის ემოციური მდგომარეობა, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივი და გასაგებია, როდესაც საუბრობთ ქრონიკულ დაავადებაზე. თუ მეგობარს შაქარი დაუვარდა დაბალზე, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? ჰიპოგლიკემია ქვია ამ მდგომარეობას და როდესაც პაციენტს აქვს ჰიპოგლიკემია, არსებობს ხშირ შემთხვევაში ორი ვარიანტი. დაბალი გლუკოზის მაჩვენებელი აქვს სისხლში ბავშვს, მაგრამ გამოხატული არ აქვს სიმპტომები, ან იმდენად დაბალია სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი, რომ პაციენტმა და ადამიანმა შესაძლებელია გონება დაკარგოს. შესაბამისად, დახმარება ორივე სიტუაციაში განსხვავებულია. თუ შენი მეგობარი თავს კარგად გრძნობს მიუხედავად იმისა, რომ სისხლში გლუკოზა აქვს დაბალი, აუცილებელია რომ მივაწოდოთ და შევთავაზოთ დამატებითი ნახშირწყალი. მაგალითად, ნატურალური წვენი, მივაწოდოთ ნებისმიერი ტკბილი, რომელიც შეუძლია რომ მიირთვას და გვაქვს მათ შორის ყველაზე კარგი გამოსავალია ხოლმე ბანანი, რომელიც ადვილად და ძალიან სწრაფად წევს სისხლში გლუკოზის დონეს. მეორე შემთხვევაში, როდესაც იმდენად დაბალია სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი, რომ ადამიანმა შესაძლებელია გონება დაკარგოს, ან არ დაკარგოს გონება, მაგრამ უჭირდეს სითხის მიღება, გადაყლაპვა, ჭამა, ამ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ ვაძლევთ რაიმე დამატებით ნახშირწყალს მისაღებად. არსებობს ესეთი მედიკამენტი, გლუკაგონი, რომელიც ყველა ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ პაციენტს აქვს. ეს არის ინექციური საშუალება, რომელიც მოქმედებს ინსულინის განსხვავებული პრინციპით, ანუ სისხლში გლუკოზის დონეს ძალიან სწრაფად წევს. და მათ შორის არის ასევე ინჰალაციური საშუალება ამ გლუკაგონის. რა თქმა უნდა, ამის გამოყენება სჭირდება სპეციალური ცოდნა, ამიტომ პირველ რიგში, როდესაც ჩვენს მეგობარს ისე ძალიან დაუვარდება სისხლში გლუკოზა, რომ გონებას დაკარგავს, აუცილებლად უნდა სთხოვო დახმარება უფროსს, მასწავლებელს, ეგთანს, მათ შორის სკოლისას, რომელსაც უნდა კონდეს ეს ინფორმაცია, როგორ გაუღწიოს დახმარება ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს. მაგალითად მე მქონდა ერთი შემთხვევა გაკვეთილზე, შევამჩნია რომ რაც ცოტა ცუდად გრძნობდა თავს, აწითლებული ქონდა ლუყები, აწითლებული ქონდა თვალები და როდესაც უკვე მივხვდი რომ შაქრის მაჩვენებელი დაბლა ქონდა, მასწავლებელსაც ვუთხარი, მეთქი ქვევით ჩავა კლასში, ყველაფერი რაც არის და ჩავედი თუ არა, კლასში მაგდროს სხვა გაკვეთილი ტარდებოდა. მასწავლებელს დიდი ბუდიში მოუხადე, მეთქი უბრალოდ საჭიროა და ყველაზე ტკბილი რაც გაქვთ, მეთქი მომიცით, დავიწყე მაგის ჩავენთაში ყველაფრის რა იმესძებნა და ავედი თუ არა, ეგრევე მივეცი და ნელ-ნელა მერე გაუმჯობესდა და მოკეთდა ასე თუ ისე. საკმაოდ სწორად მოქცეულ ხარ და ყოჩახ. ზოგჯერ ბავშვებს და მოზარდებს, რომელთაც დიაბეტი აქვს, ეშინიათ, რომ განსხვავებულები არიან და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოზარდებმა თავი გარიყულად არ იგრძნონ? პირველ რიგში დედათ უნამეს თავიდანვე ახსენა, რომ უნდა მოვექცეთ ჩვენს მეგობრებს ისე, როგორც ვექცეოდით
აქამდე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის დასმამდე და ისე როგორც ვექცევით სხვა ჩვენს დანარჩენ მეგობარს. ნუ მივიღებთ მათ როგორც რაღაც განსხვავებულს, რაღაცა განსაკუთრებული საჭიროების მქონეს, იმიტომ რომ ეს ყოველთვის იწვევს მოზარდში, განსაკუთრებით მოზარდებში იწვევს რაღაცა დეპრესიულ მდგომარეობას, იწვევს გარიყულობას, თვლის რომ არ არის საზოგადოების წევრი, არა და ჩვენ პირიქით უნდა მაქსიმალურად ვაგრძნობინოთ თავი როგორც ჩვენს სრულფასოვნად წევრად, იმიტომ რომ ისინი ისედაც არიან ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ბევრი ვისაუბრეთ და ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციის გაზიარებისთვის. თქვენთან შესახვედრად რომ ვემზადებოდით, რამდენიმე გავრცელებული მოსაზრება ვნახეთ და გითხარით ეს მითია თუ რეალობა. სიამოვნებით. არსებობს მოსაზრება, რომ დიაბეტი იმიტომ დაემართა, რომ ბევრი ტკბილი მიიღო და ბევრი ტკბილი ჭამა. ეს რა თქმა უნდა არის მითი. როდესაც ვსაუბრობთ ტიპი 1 დიაბეტზე და თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არის აუტოიმუნური დაავადება, ამაში დამნაშავე არავინ არ არის ანტისხეულების გარდა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში აუხსნელი მიზეზის გამო გამომუშავდება, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი არის, რა თქმა უნდა, ცდარი. ეს მოსაზრება რომ წავიკითხოთ, ცოტა გამეცინა, მაგრამ მაინც გკითხავთ. მითია თუ რეალობა რომ დიაბეტი გათამდებია? რა თქმა უნდა, მითია. ეთანხმები თუ არა ასე, რომ სპორტი ეხმარება დიაბეტის მართვაში? რა თქმა უნდა, ვეთანხმები. აუმჯობესებს დიაბეტის მართვა სპორტი და ჩვენს პაციენტებს, რომლებიც დიაგნოზის დასმამდე არ იყვნენ სპორტულად აქტიურები, ყოველთვის ვთავაზობ, რომ დაიტვირთონ, უბრალოდ უნდა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ დატვირთვამდე და დატვირთვის შემდეგ. მითია თუ რეალობა რომ თუ შაქარი დაუვარდა, უბრალოდ წყალი უნდა დალიოს? რა თქმა უნდა, მითია. ნახშირწყალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც გვეხმარება ჰიპოგლიკემიის დროს. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან ბევრი გავიგეთ დიაბეტის შესახებ და აუცილებლად უფრო კარგად დავეხმარებით ამის შემდეგ ჩვენს მეგობრებს. აი ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ერთხელ თქვა ჩემთან, რომ ძალიან მინდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ჩემი დიაგნოზის გამო და აი ხო როდესაც ამ პოდკასტს უყურებს, მე მგონია რომ აუცილებლად გააგზელებს ვარჯიშს და თამაშს ფეხბურთისას. ჩემი მეგობარიც კალათბურთს ბოლომდე მიაწვება. ძალიან მიხარია. დღევანდელი პოდკასტის სტუმარი იყო ბავშვთა და მოზარდთა ენდოკრინოლოგი თამთა კაპანაძე. დავსაუბრობდით დიაბეტზე ბავშვებსა და მოზარდებში. ჩვენ კი დაგემშვიდობებით, ისე შეხვდებით ჩვენ ერთმანეთს საჭირო პოდკასტით და ვისაუბრებთ თემებზე, რაც გვაინტერესებს ჩვენს და თქვენს. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო და მადლობა ამ პოდკასტის ორგანიზატორებს, რომლებმაც დაგვითმეს დრო. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობადობა და სწორი ინფორმაციები გაჟღერდეს, განსაკუთრებით თქვენი ასაკის ბავშვებში, ვინაიდან სწორი ინფორმაცია არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ამ დაავადებების სწორი მართვისთვის. მადლობა და დაგემშვიდობებით. მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის.